მოგესალმები Time Voices პირველ პოდკასტზე. რატომ ვერ იწყებ მედიტაციას იქიდან, საიდანაც შენ გგონია? საერთოდ რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე საუბარი? ვინაიდან, როდესაც დავიწყე პრაქტიკები, საკუთარ თავზე მუშაობა, ჩემთვის შეუცნობელი თემა იყო მედიტაცია. ვერ ხვდებოდი, ეს არის უბრალოდ დაჯდე და მოდუნდე, თუ ეს არის რაიმე ეგზისტენციალური მდგომარეობა, რომელსაც არც კი ვიცი და არც არავინ არ იცის თითქოს როგორ მიაღწიოს. ადამიანები ხუჭავენ თვალებს, ზიან რაღაცა დრო გარინდებაში და ამბობენ, რომ იმედიტირეს. და იმ ადამიანისთვის, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ქონია ამ კუთხით, ეს არის შეუცნობელი რაღაც ზღაპრული მდგომარეობა, რომელიც არც იცის როგორ უნდა მიაღწიოს იქამდე და ზოგჯერ გონია, რომ საერთოდ მას მედიტაცია არ შეუძლია. მთავარი საკითხი არის ის, რომ მედიტაცია ეს არ არის მოდუნება სხვა არის, მედიტაცია სხვა. მედიტაცია არის საბოლოოდ რაღაც მდგომარეობა, რომელამდე მისასვლელადაც ადამიანი გადის ეტაპებს. პირველი საკუთარ თავში გამოიმუშავებს დამკვირვებელს, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს გარედან ყოველგვარი მინიჭების გარეშე, ემოციის გარეშე. მეორე, არ გაიგივდე არც ერთ ემოციასთან, როდესაც აქტიური დაკვირვების და ყურადღების პროცესში ხარ, ამ დროს უნდა შეძლო, რომ იმასთან, რასაც აკვირდები, არ გაიგივდე, არ მიანიჭო ემოცია და ზუსტად ისეთად მიიღო და ისეთად აღიქვა, როგორც რეალურად არის. ამ მდგომარეობამდე მისასვლელად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო ილუზიებისგან დაცლილი. სწორედ მედიტაციის მნიშვნელობაც ის არის, რომ ილუზიებისაგან მოხდეს განთავისუფლება. მედიტაცია არის პროცესი, რაღაც მიმდინარეობა, რომლის განმავლობაშიც შენი შინაგანი დაგროვებული შთაბეჭდილებებისგან თავისუფლდები. შთაბეჭდილებები, როგორც სამსკარები, როგორც კარმული, ასე ვთქვათ, ჭრილობები, ესეც შეიძლება გავიგოთ. და როდესაც ამ ყველა შთაბეჭდილების გარეთ ამოტანას იწყებ და მათ გაშვებას ნელ-ნელა შენ უფრო და უფრო ჯანსაღი მდგომარეობით, ჯანსაღი გონით და არა ტვინით, ჯანსაღი გონით შეგიძლია დააკვირდე ამა თუ იმ მოვლენას და ფაქტიურად არ ჩართო შენი ემოციები, შენი გაიგივება, არ მოახდინო არაფერთან და არც ერთ ემოციასთან. გაიგივება და გაიგივების არ ქონა რა მნიშვნელობის არის. მაგალითად, როდესაც გაბრაზდი, ეს სიბრაზე შენში გამოიწვია იმან, რომ შენ ამ ბრაზთან გაიგივდი, რეალურად ეს ბრაზი გაჩნდა, იმიტომ რომ შენში არსებული რაღაც შთაბეჭდილება გააქტიურდა გარედან მომავალი სიგნალით, რომელსაც საერთოდ შეიძლება ლოგიკური ახსნაც არ ჰქონდეს ეს ერთი შეხედვით და შენ გაბრაზდი და გაიგივდი და შეგიპყრო ამ სიბრაზე. იმისათვის, რომ არ გაიგივდე, მნიშვნელოვანია ჩართო შენი დამკვირვებელი, რომელიც შეამჩნევს მომენტში, რომ შენში წამოვიდა ემოცია ბრაზი, მაგრამ იმ მომენტში შენ გაქვს არჩევანი, გაიგივდე და ჩაეშვა და მოგიცვა ამ ემოციამ, თუ არ გაიგივდე და ზუსტად აქედან დააკვირდე, რომ შენ რაღაც ნაწილში არსებობს ემოცია ბრაზი, რომელთანაც გაქვს არჩევანი არ გაიგივდე. იგივე მექანიზმი მუშაობს ნებისმიერ ემოციასთან, მაგრამ იმისათვის, რომ არ გაიგივდე, ჯერ უნდა შეამჩნიო სად, რასთან გაქვს გაიგივების მომენტი, რაში ვარდები, ანუ ფეთქებადი ადამიანი, ხო?
და მამ ფეთქებად ადამიანს ზუსტად უცაბად ბრასთან აქვს პრობლემა, რომელიც მასში შინაგანად სადღაც არსებობს შთაბეჭდილების სახით. რა თქმა უნდა, აი ეს მიდრეკილება ადამიანის ძალიან კარგად ჩანს მის ნატალურ რუკაში და თუ ფსიქოლოგიურად, ასტროფსიქოლოგიურადაც მიუდგები, ადამიანის პატერნი კარგად ჩანს რუკაში, სადაც შეიძლება ადამიანს მიუთითო, ვინაიდან როდესაც ადამიანი არის მექანიკური მოქმედებაში, მას არ შეუძლია თვითრეფლექსია და თვითდაკვირვება. ეს თვითდაკვირვება მოითხოვება ნელა-ნელა განვითარდეს, ამის პირდაპირ ჩართვა შეუძლებელია და როდესაც ადამიანს უწევს ფაქის და რთულ თემებთან მუშაობა, შესაძლებელია რომ აქ უკვე სხვა ადამიანიც ჩაერთოს როგორც თერაპევტის სახით, თუმდაც როდესაც მოდის თქვათ რუკაზე, რუკის შედგენაზე ამ ადამიანს მიიღოს უკვე მასში არსებულ პატერნებზე რეკომენდაციები თუ რას მიაქციოს ყურადღება, რაზე იმუშაოს, რადგანაც ეს შთაბეჭდილებები ფენა არის ჩვენში ჩალაგებული და ისეთ დროს ამოდის, რომ ვერც კი ვახერხებთ, რომ იმ მომენტში ამ ყველაფერთან არ გავიგივდეთ და მოდუნება და მედიტაცია, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის მათი ერთმანეთში არევა. მოდუნება არ არის მედიტაცია, შეიძლება მოდუნდე, მაგრამ ყურადღება ვერ მოიკრიბო, ვერ შეძლო გარკვეული გონის მობილიზება, კონცენტრაცია. ვინაიდან მედიტაცია გონების აქტიურ მუშაობას მოითხოვს და მოდუნება არის უბრალოდ რელაქსი. ამიტომაც იმისათვის, რომ შეძლო მედიტაცია, ჯერ დამკვირვებელი უნდა ჩავრთოთ და ვამუშაოთ დამკვირვებელი მცირე სავარჯიშოებით, თუმდაც აქ და ახლა ჩემს სხეულში ვიმყოფები. როცა კი გამახსენდება მუდმივად ჩემი თავი ვავარჯიშო იმაში, რომ აქ და ახლა ჩემს სხეულში ვიმყოფები. აქ და ახლა შემიძლია მე ჩემი სხეულის ნაწილები მოვადუნო. შემდეგ აქ და ახლა მე რა ემოციას გრძნობ და სად არის ეს ჩემი ემოცია და რომ მე ეს ემოცია არ ვარ და ამ ემოციასთან მე არ გავიგივდები და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ გავიხსენო, რომ მე ვარ აქ ვარ და ეს რაც ჩემს გარშემოა და რაც ჩემშია, მე არ მემართება, შემთხვევითობა არ არის. ეს არის მნიშვნელოვანი და კონკრეტულად შემდეგ მივმართოთ ჩვენი ყურადღება საკითხისკენ, შთაბეჭდილებისკენ, რომელზეც გონება იმუშავებს და ამოიტანს იქიდან უფრო ღრმა ინფორმაციას. ეს არის აქტიური პროცესი მედიტაციის, თუმცა უბრალოდ მოდუნება, დასვენება, ფიქრების გაშვება, ფიქრებზე დაკვირვება სხვა არის და ფიქრების გაშვება სხვა. ფიქრებზე დაკვირვება არის აქტიური პროცესი, რომელშიც ხარ ყურადღებით და ფიქრის გაშვება არის პასიური მოდუნების პრაქტიკა. ამიტომ სარელაქსაციო ყველა პრაქტიკა, თუმდაც გიდირებული მედიტაციების სახით არ მოიცავს მედიტაციას მისი კლასიკური მნიშვნელობით. და როგორ შეიძლება რომ დავიწყოთ მედიტაცია და არ გაგვიცრუვდეს, ასე ვთქვათ, იმედები, ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ ჯერ საკუთარ სხეულში საკუთარი თავის გრძნობა, შემდეგ საკუთარ თავში ემოციური ნაწილების გრძნობადობა და შემდეგ ჩვენ ემოციებს რა იწვევს აი ამ სიტუაციურად დაკვირვება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სად გავბრაზდი, სად მიყვარდა, სად ვიყავი ბედნიერი, სად ვიგრძენი, რატომ ვიგრძენო, მუდმივი რეფლექსია, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, რა თქმა უნდა. ანუ მექანიზმების გამორჩევა მნიშვნელოვანი არის მედიტაციის პროცესში, ზუსტად ამოგვაქვს, რომ ჩემს ამ ემოციაზე, ჩემს ამ მექანიკურ ქმედებაზე, ვთქვათ, გავბრაზდი დავარტყი და აი ეს მექანიზმი რა მომენტში ირთვება, სად მუშაობს და როგორ
რა იწვევს, აი ამ მექანიზმის გაცნობიერება უკვე თავისთავადად მედიტატიური მდგომარეობა გამოდის. ასევე გარდა ნეგატიური ემოციების არსებობს პოზიტიური ემოციები და მნიშვნელოვანია პოზიტიური ემოცია, სად ვარ ბედნიერი, სად გრძნობ სიხარულს, სად ვგრძნობ თავისუფლებას, რა იწვევს ამას ჩემში და ასევე მოვძებნოთ აი ეს დადებითი პატერნები, რომლებიც ჩვენში არსებობს და კითხვები, რომლებიც ჩვენი შინაგანიდან მოდის, შეკითხვები მნიშვნელოვანია თუ შენ შეკითხვა არ გაგიჩნდა, როდესაც რუკაზეც მოდიხარ და პირად კონსულტაციაზეც შენ ვერ მიიღებ იმ სიღრმის ინფორმაციას, კითხვა ავტომატურად და კითხვების არსებობა ნიშნავს იმ ინფორმაციის სიღრმეს, რაც გინდა რომ ამოიღო შენი რესურსიდან და კითხვები არა მხოლოდ გარეთ სხვებისთვის მიმართული, არამედ საკუთარი თავისკენ მიმართული, მუდმივი თვითრეფლექსია და შეკითხვები და ამ შეკითხვებზე დალოდება პასუხის, არა მხოლოდ ის, რომ დავსვი შეკითხვა და всё. არა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ პასუხს, სანამ მოვა და ვეცადოთ ეს პასუხი გავიგოთ ადეკვატურად. მედიტაცია როგორც ყურადღება, როგორც აზროვნება და როგორც ფიქრების მიმართვა, არა ქაოსურად, არა მოდუნების და ასე ვთქვათ რელაქსის პრაქტიკაში, არამედ აქტიურად საკუთარი თავის შემეცნებაში და იქიდან, იმ მომენტიდან დავიწყე მე პირადად საკუთარ თავზე ეფექტური მუშაობა, როგორც კი შევძელი, რომ ჩემი ასტროლოგიური კომბინაციებს ისე მივდგომოდი, როგორც სამედიტაციო პრაქტიკა და თუ გინდა ამ გზაზე წახვიდე სწორად, უნდა აირჩიო გიდი, მეგზური, რომელიც გაგიცხვება და ის იქნება ავთენტური, ნამდვილი, რეალური. რა თქმა უნდა, თუ გსურს, რომ ჩემი გიდირებით იმოძრაო ამ გზაზე, გელი პირად სესიაზე ჩემთან. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ პირადადაც მომწეროთ და კომენტარებშიც დამიწეროთ.